მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მანაშვილთან ერთად. Ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის თემა არის უმნიშვნელოვანესი და ეს ეხება გულს სისხლძარღვთა დაავადებებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ძალიან დიდი წილი მოდის ამ დაავადებებზე. დაავადებები შესაძლებელია ფარულად მიმდინარეობდეს ეს ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დავუკვირდეთ გულს, ვიცოდეთ როგორ მუშაობს გული, რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ. თუნდაც არაფერი არ გვაწუხებდეს იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს გულს, რა სიმპტომები ახასიათებს უშუალო დაავადებას, რას მივაქციოთ ყურადღება და როგორ დავიცვათ თავი შემდგომი გართულებებისგან. ამ თემებზე სასაუბროთ ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური სტუმარი დღეს, მოვიწვიეთ ქალბატონი ანა რეხვიაშვილი, რომელიც არის პროფესორი და გახლავთ ასევე ევროპის ჰიპერტენზიის გრუპის კლინიკური სპეციალისტი. ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი. დიდი მადლობა ქალბატონ ანა, რომ მომზადეთ ჩვენთან. ძალიან სერიოზული და საინტერესო თემა გვაქვს დღეს. და დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგრჩევებს მივცეთ ჩვენს სმენელს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით. დავიწყოთ პრევენციით. რამდენად ხშირად უნდა გავიკეთოთ გულის გამოკვლევები, ჩეკაპი, რასაც გულისხმობს, თუ არ გვაქვს სიმპტომები. ანუ მე არ მინდა კითხოთ, სანამ პაციენტი გავხდებით, რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ, რომ და რა სიხშირით გულთან დაკავშირებით, რომ გითხრათ. არაჩვეულებრივი შეკითხვა დასვით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, რაც შეეხება თვითონ პრევენციას და პრევენციულ ღონისძიებებს. დღევანდელი მედიცინა ზოგადად მიმართულია სწორედ პრევენციისკენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ თვითონ დაავადება როგორც ესეთი გამოვლინდება და პაციენტი გახდება მართლაც რომ პაციენტი, ხომ და მოხდება კლინიკაში. ექიმთან. რაც შეეხება გამოკვლევებს, მე უფრო შემოვიფარგლები კარდიოლოგიის თვალიდან დანახული და არა ზოგადად, ხო მედიცინაში. რაც შეეხება კარდიოგრამას. კარდიოგრამა ითვლება, რომ წელიწადში ერთხელ სასურველია რომ ჩატარდეს. როგორც რუტინული კვლევა, რაც გულისხმობს სიტყვა რუტინულში. ეს დღეს უკვე ითვლება ჩვეულებრივი კვლევა, რომელიც ყველა პაციენტისათვის არის ერთგვარად სავალდებულო. იმიტომ რომ გამოვლინდეს არითმია, გამოვლინდეს იგივე ჰიპერტროფია მარცხენა პარკუჭის, ანუ გასქელება მარცხენა პარკუჭის და გამოვლინდეს თუნდაც ის ისემიური ცვლილებები, რომელიც ადრეულია შენი პაციენტებისათვის, სანამ დაავადება გამოვლინდება. რაც შეეხება ეხოსკოპიას გულის. აბსოლუტურად მცდარი აზრია, რომ პაციენტმა იაროს სხვადასხვა კლინიკაში ყოველწლიურად ან ყოველ სამწლიურად ითვლება, რომ ჯამრთელ ადამიანს, რომელსაც პათოლოგია არ გააჩნია, ყოველ მეხუთე წელს, ანუ 5 წელიწადში ერთხელ არის სასურველი ჩატარდეს კარდიოეხოსკოპია. მაგრამ პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს უკვე და იყოს 6 თვეში, 1 წელიწადში, 3 წელიწადში, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია კონკრეტული რეალობიდან გამომდინარე. გასაგებია, როგორც სწორად გავიგე, თუ არაფერი არ გვაწუხებს, თუ პრობლემები და სიმპტომები არ გვაქვს, საკმარისია წელიწადში ერთხელ კარდიოგრამა და გავიაროთ კარდიოლოგის კონსულტაცია. და თქვენის ნებართვით აქ დავამატებ, ნინო, გარდა აღნიშნულისა, ეს მე ვახსენე ახლა ინსტრუმენტული კვლევები, ხო? ამას გარდა უზომოდ მნიშვნელოვნად ითვლება დღეს უკვე თქვენის ნებართვით ინსტრუმენტულ კვლევებს ამოვწურავ მაინც ეგრეთ წოდებული calcium score ესე ეძახიან დღესდღეობით კალციუმის ჩალაგების რაოდენობა გულის სისხლძარღვებში. უცხოეთში ეს უკვე მართლაც იქცა ძალიან ხელმისაწვდომ კვლევად, ჩვენთანაც უკვე მთელ კლინიკებში არის ხელმისაწვდომი, ამით ვთვლით რას? პაციენტს აქვს თუ არა დაავადება, კორონარული არტერიული დაავადება, იგივე ისემიური გულის დაავადება, რამდენად ესაჭიროება მას ჩარევა და ასევე ვხვდებით თქვათ პროგნოზი როგორია მოცემულ პაციენტთან. ეს გახლავთ კომპიუტერული ტომოგრაფია, იგივე კატე ანგიოგრაფია, როგორც ვეძახით, კატე კორონაროგრაფია. რომ არ ჩანდეს, რომ მარტო ინსტრუმენტული კვლევები გვჭირდება, ამას გარდა უზომოდ მნიშვნელოვანია ისეთი მარტივი კვლევები, როგორც გახლავთ ლიპიდური ცვლა, ქოლესტერინი, ხო? საერთო ქოლესტერინი იქნება თუ მაღალი სიმკვრივე, დაბალი სიმკვრივე, ძალზედ მნიშვნელოვანია.
უმნიშვნელოვანესი გახლავთ კრეატინინი. ეს გახლავთ იგივე სისხლის საერთო ანალიზი, ეს გახლავთ იგივე ჰომოცისტეინის დონე სისხლში, შარდოვანას დონე, შარდიზმჟავას რაოდენობა და ასე შემდეგ. ესე მე მინდა დავაზუსტო აქვე ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ თუ არ გვაქვს სიმპტომები ამ შემთხვევაში. იცით რა არის ეს სკრინინგული კუთხით, ჩვენ მოგვიწოდებენ პირველი გაიზომე არტერიული წნევა აუცილებლად ყოველწლიურად, თუმცა ქართველებს თუ დავეყრდნობით ჩვენ ყოველწლიურად არა, უფრო ხშირი წნევის ზომების, რა თქმა უნდა, ჩვენ ტრადიციები გაგვაჩნია. ეს გახლავთ ქოლესტერინი, რომელიც აუცილებლად გახლავთ, ეს არის გლიკემიის დონე. რაც არის ის, რომელიც უნდა გაკეთდეს ყოველ მიზეს გარეშე. მაგრამ რაც მე ავღნიშნე, ის უკვე დამატებითი ფაქტორებია, რომელსაც უკეთ გავყავართ რისკამდე. მაგრამ პაციენტს რეალურად ალბათ ოჯახის ექიმი ან კარდიოლოგი უკვე უხელმძღვანელებს ამ მიმართულებით. და კარდინიოგრაფიას რაც შეეხება, ეს რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს? ესიც როგორც სკრინინგული კვლევა უნდა გავაკეთოთ, თუ უკვე რამე პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში? მე თქვენ გეტყვით, საქართველოს რეალობას თუ დავეყრდნობით, თავისი ფასიდან გამომდინარე, უფრო ვნიშნავთ მაშინ, როდესაც პაციენტთან ეჭვია მიტანილი გულის იშემური დაავადების არსებობაზე, ხომ? არა უსიმპტომოში. ხომ რაღაცა სიმპტომია, მაგრამ ეჭვი არის და გვინდა ჩვენ დავადგინოთ, სანამ ჩაუტარდება ინვაზიური კორონარული ანგიოგრაფია. მაგრამ თუ ჩვენ დავეყრდნობით ამერიკის გულის ასოციაციას, იქ უკვე სხვა არის. ეს უკვე არის ერთგვარი სკრინინგული მიდგომა პაციენტებთან და იმიტომ ვახსენე შემთხვევით არ მიხსენებია კალციუმის შკალა. თუ ეს არის 0 მაგალითად, ითვლება რომ იმ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს უკვე ათეროსკლეროზული ფოლაკი, მაგრამ ახალგაზრდა და არაკალციფიცირებული, ანუ კალციუმი არ არის ჩალაგებული. მაგრამ მეორე მომენტი არის, თუ პაციენტს აქვს მაგალითად 300, 400, იქ უკვე ხაზი უნდა გაისვას, რომ ამ პაციენტს ნამდვილად გააჩნია კორონარული არტერიული დაავადება. თუნდაც იყოს აბსოლუტურად უსიმპტომო და არ გააჩნდეს არანაირი ჩივილი. გასაგებია, მადლობა. ასე მინდა გკითხოთ. ეს გავიკეთ, რომ ხო თუ სიმპტომები არ გვაქვს, რაღაც კლინიკური კვლევები უნდა გავიკეთოთ, მაინც უნდა მივაკითხოთ ექიმს წელიწადში ერთხელ. რაღაცა გარკვეული, როგორც ლაბორატორიული, ასევე ვთქვათ, ინსტრუმენტული კვლევები, როგორც არის კარდიოგრამა გავიგე. მაგრამ აი თუ უკვე არის რაღაც ნიშნები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს კარდიოლოგიური პათოლოგია და როგორ ავიცილოთ დაავადებები. კარდიოლოგიური დაავადებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მადლობა ნინო ამ დასმული შეკითხვისათვის. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პაციენტის შემთხვევაში სიმპტომები არის ძალიან განსხვავებული და ძალიან მრავალფარდოვანი იმის მიხედვით, თუ რომელ გულის დაავადებასთან გვაქვს საქმე. ყველაზე გავრცელებული დაავადება დღეს მთელ მსოფლიოში არის გულის იშემიური დაავადება. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ იშემიის დროს ყველაზე იღბლიანია პაციენტი, რომელსაც ექნება იგივე ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. უკვე ვიცით, რომ ეს გახლავთ სტაბილური სტენოკარდია. მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც არიან აბსოლუტურად უსიმპტომო. განსაკუთრებით ესენი არიან ხანდაზმული პოპულაცია და ესენი არიან ადამიანები შაქრიანი დიაბეტით. შესაბამისად, ჩემი ერთგვარი რჩევა მაინც იქნებოდა, რომ მხოლოდ სიმპტომებს უნდა დავეყრდნობით და პრევენციულად მაინც იყოს ჩატარებული ის კვლევები, რომელიც ჩვენ უკვე ავღნიშნეთ. ამას გარდა, ჰაერის უკმარისობა, ეს არის ქოშინი, ადვილად დაღლილობა. ჩვენ ვიძახით ახლა სამედიცინო ტერმინია ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის ზრღვევა, ესე ჟღერს, რომელიც ნიშნავს, რომ თქვათ თუ კი ერთი თვის წინ მე თავისუფლად ავდიოდი მეოთხე სართულზე, დღეს უკვე მეორე სართულზე ვჩერდები და მიჭირს. ეს გახლავთ გულის ფრიალი, ამოვარდნის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, შებოჭილობა და ხატოვნათვიტყვი შეიძლებელია ის პაციენტი გვისმენდეს კიდევაც. ეთი უნიკალური შემთხვევა მქონდა, როდესაც პაციენტმა თქვა, მე მტკიოდა სული. სულის ტკივილით მოვედი თქვენთან და ეს იყო ჩემთვის რაღაცა წარმოუდგენელი ერთგვარი, ხომ? რას გულისხმობთ მეთქი და ამისი ახსნა შეუძლებელია და ეს იყო ძალიან გავრცელებული მიოკარდიუმის ინფარქტი მოცემულ პაციენტთან. შესაბამისად, იგივე ტკივილი ვიღაცისთვის ზღურბლის მიხედვით არის ძალიან რბილი, ასატანი, ვიღაცისთვის არის
აუტანელი და გაუსაცლის. გასაგებია და რა უნდა გითხოთ, ან შეიძლება რომ ტკივილში არ გამოიხატებოდეს. მე გამიგონია ესეთი მოსაზრებაც, რომ გენდერული ნიშნის მიხედვით ტკივილი ძირთად უფრო მამაკაცებში და ქალბატონებში შეიძლება სიმძიმის შეგრძნება იყოს და რაღაც დისკომფორტი და არ იყოს უშუალოდ ტკივილი. მართავს ბრძანებთ იგივე დეფინიცია, ანუ განსაზღვრებაში ჩვენ ჩავიხედოთ, ტკივილი ან ნებისმიერი დისკომფორტი გულის არეში. დისკომფორტი. იდეალურ შემთხვევაში 1 წუთი, 2 წუთი, 3 წუთი, 5 წუთი, არა უმეტეს 20 წუთისა. თუ 20 წუთს გადასცდა, მაშინ უკვე სამამსაც შესაძლებელია ინფარქტზეც კი ვილაპარაკოთ. მაგრამ დღეების განმავლობაში, თვეების განმავლობაში ტკივილი ეს უკვე გულს ნაკლებად ახასიათებს. მე კიდევ ესეთი რაღაც გამიგია, მითია თუ რეალობა, ამას თქვენ გვეტყვით. ეპიგასტრომის, ანუ მიდამოში იცის ტკივილი მუცლის ზედა მხარეს, ხო? და ხშირად ერევათ ხოლმე ან ნაწლავურ ინფექციასთან, ან კუჭის ტკივილთან, ან ასე შემდეგ. და ამის დიაგნოსტირება იგივე კარდიოგრამით შეგვიძლია მოვახდინოთ, თუ ექიმმა აიღო ეჭვი პირობითად, ხო? თუ კიდე რაც გვეტყვით ამასთან დაკავშირებით. მართლაც რომ იდეალურ შეკითხვებს ვთქვათ, ნინო. ავტომატი თქვენით. აი, ერთი ძალიან კლასიკურ შემთხვევას გეტყვით ჩემს პრაქტიკაში და მე მგონი ამითი ავხსნი. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიმართა გასტროენტეროლოგს. მას დაენიშნა ენდოსკოპიური კვლევა. კლასიკურად პაციენტი ყვებოდა გასტრიტის და რეფლუქს ეზოფაგიტის, ანუ გულწმარვას, რო ვეძახით ჩვენ მის კლინიკურ სურათს. მაგრამ ქათინაური უნდა ვთქვა იმ ექიმზე. არ გააკეთა მიუხედავად პაციენტის ახალგაზრდა ასაკისა, გამოგზავნილი იქნა რეფერალი კარდიოლოგთან, რომ შემოწმდეს და იმ შემთხვევაშიც გახლდათ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ქვედა კედლის. დიახ. ანუ მე რატომ გითხარით, ნახეთ, იმდენად ვთქვათ, ხშირია ეპიგასტრალური ტკივილი. განსაკუთრებით მიოკარდიუმის ქვედა ლოკალიზაციების დროს, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, ზოგადი ინტოქსიკაციის, ანუ მოწამვლას რო ვეძახით ჩვენ. აი ესეთი ნიშნებით დაახლოებით, ესეთი ნიშნებით ხდება ხოლმე. და მე არის იგივე მინერალური წყლის, ქართულ რეალობაში სოდიანი წყლით ამორეცხვა და ამითი რეალურად ჩვენ ვამძიმებთ სიტუაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციურ სპეციალისტთან მოხვდეს პაციენტი, რომ გადარჩეს. კარდიოგრამა. აი ეს არის პირველი, რომელიც უნდა გაკეთდეს. ნუ რა თქმა უნდა, თუ ეჭვი არის ინფარქტზე ტროპონინი, სისხლში. კი ბატონო. და რომ გამოირიცხება მიოკარდიუმის ინფარქტი და დაზიანება. შემდგომ უკვე დრო გვაქვს, რომ მივხედოთ სხვა ორგანოებს. აქვე მინდა კითხოთ ჩვენი მსმენელისთვის, რომ უთხრათ ტროპონინს რატომ ვიკვლევთ და რას გვანიშნებს, ანუ რას მიუთითებს ტროპონინის რიცხვების ზრდა. მადლობა, ესეც კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა. ტროპონინს აქვს თავისი ნიშა, ესე ვთქვათ. ეს გახლავთ მიოკარდიუმის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც ეჭვია პაციენტთან, რომ მასთან არის მიოკარდიუმის დაზიანება, ეგრეთ წოდებული ინფარქტი, როგორც ვეძახით. ტროპონინი გვაძლევს ჩვენ უტყუარს ვერ ვიტყვი და გეტყვით რატომაც ვერ ვიტყვი, მაგრამ გვაძლევს მიმართულებას და ადგენს, ანუ დიაგნოსტირებას, ვერიფიცირებას გვეკეთებს დიაგნოზის. მაგრამ არსებობს სხვა დაავადებებიც, როგორიც არის თქვათ მიოკარდიტი, პერიკარდიტი, იქაც შესაძლებელია იყოს მომატებული ტროპონინის დონე, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ სიმპტომატიკა მაგრამ ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში ეს გახლავთ კარდიოგრამა და ტროპონინი. აი ეს ორი რამ. კი ბატონო, როგორც ანა ექიმი გვეუბნება აუცილებლად წელიწადში ერთხელ, მიუხედავად იმისა, სიმპტომები გაქვთ თუ არ გაქვთ, გაიკეთეთ კარდიოგრამა. გაიკეთეთ კარდიოგრამა, გვიჩვენებს ექიმი. დიდი მადლობა. ძალიან კარგი პასუხი იყო. მადლობა, ამომწურავი იყო ჩემთვის ნამდვილად. აქვე მინდა კითხოთ, თქვით გულის ისემიური დაავადება. თქვით მიოკარდიუმის ინფარქტი. ანუ გულის ისემიური დაავადება ყველაზე გავრცელებული დაავადება. ასაკს აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში? ანუ დაავადება გულის სხვადასხვა დაავადებები სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ინტენსივობით ვრცელდება. აი ეს მინდა კითხოთ. თქვათ ბავშვთა ასაკში უფრო ხშირად რომელი დაავადებები გვხდება ხანდაზმულ ასაკში, ახალგაზრდა ასაკში, აი ამაზე რომ მიპასუხოთ. მადლობა, რა თქმა უნდა, ასაკობრივობა ზოგადად გულის დაავადებებს ახასიათებს, რა თქმა უნდა. ასევე თვითონ ერთგვარად ჩვენ ახლა რისკ ფაქტორებამდე მივდივართ მე და თქვენ ერთად, ხო? იგივე ასაკი პაციენტის, იგივე სქესი, მამრობითი სქესი თავისთავად, ეთნიკური წარმომავლობა, რასობრივი კუთვნილება, ესენი გახლავთ ის შეუცვლელი რისკ ფაქტორები, არამოდიფიცირებადი.
რომელიც ადამიანის ერთგვარი ჯილდო, ამოდი ესე ვთქვათ, ხო? ჯილდო რა თქმა უნდა, ისეთი აღქმით, რაც ვერ შეიძლება, კი. შესაბამისად, პაციენტებში უნდა ითქვას, რომ მამაკაცებში განსაკუთრებულად, მით უმეტეს თუ ეს მამაკაცი მწეველი გახლავთ, არის შაქრიანი დიაბეტის მქონე და თუ დაემატება კიდევ ერთი არამოდიფიცირებადი რისკ ფაქტორი, როგორც გახლავთ, ოჯახური ანამნეზი დაავადებისა, ანამნეზში გულისხმობა, გენეტიკა, მამის მხრიდან, მნიშვნელობა დედის მხრიდან, გენეტიკურად მოყვება ადრეული სიკვდილობა, ან ადრეული ინფარქტი, ადრეული ინსულტი. ადრეულში რას გულისხმობ, ესეც ვთქვათ მე და თქვენ. მამაკაცები 55 წელზე უფრო ახალგაზრდა, ქალბატონები 65 წელზე უფრო ახალგაზრდა. რისკი არის აღმატებული ასეთ პაციენტებთან და განსაკუთრებული მოპყრობა გვინდა. რაც შეეხება გულის უკმარისობას, თუ არ ჩავთვლით ჩვენ სხვა დაავადებებთან არსებულ ურთიერთობას, უფრო არის ხანდაზმულების დაავადება. ჰიპერტენზიას რაც შეეხება 35 წლამდე ვთვლით რომ არის მეორადი და 35-ის შემდგომ უკვე ითვლება რომ ეს არის პირველადი ჰიპერტენზია, ანუ დაავადება ძველი კლასიფიკაციით, როგორც ესეთი. აი თქვენ ჰიპერტენზია ახსენეთ და აქვე მინდა ჩაგეკითხოთ ციფრებთან დაკავშირებით. რა შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენ ჰიპერტენზიად? ინდივიდუალურია, როგორც ვიცით, როგორც არტერიული წნევა, ხო, როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური წნევა სხვადასხვა ადამიანებში. ზოგი უფრო მაღალ ტიტრებს ატარებს, ზოგი უფრო დაბალ ტიტრებს. რა ითვლება ჰიპერტენზიად და თქვათ, აი, რამდენი ერთეულით მომატების შემთხვევაში უნდა მივიღოთ ზომები და ასე თქვათ, რა სიხშირით ხდება ჰიპერტენზია, რა დროს უნდა შევშფოთდეთ, ასე ვთქვათ, რომ ამას უკვე მივაქციოთ ყურადღება. ეს რომ მითხრათ. რაც შეეხება თვითონ ჰიპერტენზიას, აქაც ერთგვარი შეუსაბამობა მაინც არსებობს ევროპასა და შეერთებული შტატების ზოგიერთ კლასიფიკაციას შორის. მაგრამ რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, დავეყრდნობი რა თქმა უნდა ევროპის კლასიფიკაციას. სისტოლური წნევა, ანუ ზედა წნევა, როგორც ჩვენი ხალხი ეძახის. 140 და მეტი. ქვედა წნევა, ანუ დიასტოლური წნევა, 90 და მეტი, უკვე არის ჰიპერტენზია. რაც შეეხება, როდის ვიწყებთ ჩვენ ერთგვარი განგაში ზარების ატეხვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა შეიძლება გაიკვირვებს ჩემს სიტყვებს, მაგრამ 2 მილიმეტრით მატებაც კი. უკვე ზრდის რისკს პაციენტებში თანაც რამდენიმე ჯერადად. შესაბამისად, არავინ არ თქვას, რომ მისთვის არის ნორმა 140-90-ზე, მით უფრო მაღალი, არავითარ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს. ეს გამონაკლისები არიან ხანდაზმული, ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ თქვენის ნებათვით, ეგრეთ წოდებული frail, გამოფიტული, დაძაბუნებული მოხუცები. სადაც შესაძლებელია 150-ზე ქვევით მეწნევა ვერ დავწიო, თორე ისინი არიან უკვე ადაპტირებული. დანარჩენ შემთხვევაში წნევა უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 140-90-ზე. გასაგებია. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ ჩამოვთვალოთ ის რისკები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა და სისტემატიურმა ჰიპერტენზიამ. ადამიანის ორგანიზმისთვის რა რისკები შეიძლება ქონდეს და როგორ პროგრესირდეს დაავადებებში. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარამეტრი ჩვენი ორგანიზმისთვის, ძალიან ბევრ დაავადებას და დარღვევას იწვევს შემდეგ და რომ ამოხსნათ ჩვენს მსმენელს, რომ ყურადღებით იყვნენ უფრო ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მადლობა ამ შეკითხვისთვის, ნინო, და უნდა ითქვას, რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 10 წლეულების განმავლობაში ჰიპერტენზია სახელდება როგორც ნომერი 1 კილერი, ანუ მკვლელი. კი. არა მარტო კარდიოვასკულურ დაავადებებს შორის, არამედ გლობალურ სიკვდილობაში. შესაბამისად, შესაძლებელია თვითონ ჰიპერტენზია როგორც ესეთი არ კლავს, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ის ორგანოები, რომლებიც ზიანდება მაღალი არტერიული წნევის დროს. არტერიულ წნევას აქვს თავისი საყვარელი ორგანოები, სამიზნე ორგანოები. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა გული. შესაბამისად, მარტივით ვიწყებთ სუბკლინიკურად ჰიპერტროფიით და ამ დროს უნდა მოხდეს უკვე მოქმედება, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ჰიპერტროფიამდე, მაგას რა ჯობია, მაგრამ სანამ განვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი.
მეორე ეს გახლავთ თავის ტვინი, თავისი გართულებებით. ზოგს გონია მარტო ეს გახლავთ თქვათ იშემიური ან იგივე ჰემორაგიული ინსულტი. არა ბატონო, იგივე დემენციები, იგივე ენცეფალოპათიები, ანევრიზმების შემდგომში ფორმირება. დემენციები შეიძლება გამოიწვიოს. თავისუფლად სიძარღვოვანი დემენციები. შესაბამისად, მეორე, თირკმელი. თირკმელი კიდევ ცალკე თემა არის. ჰიპერტენზიაზე ხო ვთქვით, რომ არის ჩუმი კილერი. არანაკლები გახლავთ თირკმელი. თირკმელი ეს არის ორგანო, რომელიც შესაძლებელია ძალიან მძიმედ ზიანდებოდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსიმპტომო. და ერთადერთი ჩივილი პაციენტს კონდეს დაღლილობა. დავიღალე ექიმო, ზოგადი დაღლილობა, ზოგადი ასთენია. მაგრამ ისე მივიდეს მეოთხე მეხუთე სტადიამდე, რომ პაციენტს წარმოდგენა არ კონდეს და დამეთანხმება თუ ჩვენი კოლეგა გვისმენს ვინმე, რომ ნამდვილად ძალიან ხშირად ჩვენ ვართ ამისი დიაგნოსტიკოსები. ვიხდება. ეს გახლავთ თვალი, რა თქმა უნდა, თავისი გართულებებით და ყველაზე მთავარი სისხლძარღვები, განსაკუთრებით მათი შიგნითა ენდოთელიალური შრე. და სისხლძარღვები, არტერიები, კარგად ვიცით, რეალურად თელს ორგანიზმშია. შესაბამისად, არტერიების ენდოთელიუმის დაზიანება თვითონ ხდება შემდგომში უკვე მიზეზი თრომბოზების, ათეროსკლეროზული ფოლაკების წარმოქმნის და სხვა გართულებების. იცით რა კითხვა დამებადა ახლა აი უხშირესი მიზეზი ჰიპერტონული დაავადების, ხო, ჰიპერტენზიის. რა შეიძლება რომ იყოს უხშირესად, რის გამო შეიძლება რომ განვითარდეს? დიახ. ფაქტორები თუნდაც. რისკ ფაქტორები, დიახ. მოდი ესე ვთქვათ, მე და თქვენ ჩვენი მოსახლეობისათვის, მსმენელისათვის პირველი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზუსტი განსხვავება, რომელ ჰიპერტენზიაზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ მეორად ჰიპერტენზიაზე, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ ახალგაზრდა ასაკში, როგორც წესი ეს გახლავთ რომელიმე სხვა დაავადების სიმპტომი. მაგალითისათვის თირკმელ ზედა ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ან ხანდაზმულებში შეიძლება შეგვხვდეს თირკმლის არტერიის სტენოზი და ასე შემდეგ. ტერმინოლოგიით არ დავხუნძლავ. მეორე ეს გახლავთ პირველადი ჰიპერტენზია, ხომ? პირველადი რეალურად ვითარდება უკვე 35-40 წლის ზევით მოსახლეობაში. აი, აქ უკვე ზუსტ მიზეზს ჩვენ ვერ ვასახელებთ. ამიტომაც არის მთელი ამისი მასშტაბები ესეთი უძლიერესი, ხომ? ჩვენ ვიცით, რომ იქ არის თქვათ ჰორმონალური სისტემა, ნევროლოგიური სისტემა ჩართული, თვითონ ჰუმორული სისტემა, მაგრამ ზუსტი მიზეზი ძნელია. ამიტომაც ვებრძვით რისკ ფაქტორებს. გასაგებია. არამოდიფიცირებაზე აღარ შევჩერდები, იმიტომ ბევრი ვისაუბრეთ, რაც შეეხება მოდიფიცირებაც. ეს გახლავთ მარილის ჭარბი მოხმარება, ეს გახლავთ ქოლესტერინით მაღალი საკვების მიღება და ზოგადად დისლიპიდემიები, შაქრიანი დიაბეტი, ადინამიური, ანუ მოსვენებითი რეჟიმი ცხოვრების, ხომ? უმოძრაო ცხოვრება, მჯდომარე ცხოვრების წესი, არაჯანსაღი დიეტა. ძალიან დიდი რაოდენობით მინერალური წყლებისა და მარილის მოხმარება. და კიდევ სხვა და სხვა. გასაგებია, დიდი მადლობა, ამომწურავი პასუხი იყო ნამდვილად. მინდა გკითხოთ აქვე, ეს რისკ ფაქტორები დაავადებები, თქვით და აი სტრესი და ემოციები თვითონ მოქმედებს გულზე, ან როგორ მოქმედებს? თუ ეს უბრალოდ ორგანული არაფერი არ ხდება და უბრალოდ ნევროლოგს უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში და გული არაფერ შუაშია, ესე რომ ვთქვათ, გასაგებენაზე. ძალიან საინტერესო კითხვას სვავთ ახლა თქვენ. რეალურად აბსოლუტურად უდიდესი და უძლიერესი კავშირია სტრესებსა და კარდიოვასკულურ დაავადებებს შორის. უკვე დაიდო კვლევები, სადაც ნაჩვენები იქნა, რომ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა ნამდვილად ზრდის კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობას, როგორც ჰიპერტენზიას, ასევე რა თქმა უნდა იშემიას. და თვითონ ანუ ესეთი სასმელები როგორც ყავა, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი და ესეთი რაღაც. ანუ ამბობენ ხშირად გამიგია, ჩვენს პოპულაციაში არის გავრცელებული ესეთი შეხედულება, რომ ბევრი ყავის დალევა გულს აზიანებს. ხო, ამაზე რას გვეტყვით ალკოჰოლთან დაკავშირებით, ენერგეტიკულ სასმელებთან დაკავშირებით, რამდენად საფრთხილოა გულზე? ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია, აბსოლუტურად. თუმცა, საინტერესოს გეტყვით ენერგეტიკულ სასმელებთან დაკავშირებით. არ დავასახელებ კონკრეტულ სასმელს, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო პუბლიკაცია. ძალიან ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში, სადაც 18 წლის ახალგაზრდამ მოიხმარა 3 ენერგეტიკული სასმელი, კენს, როგორც ქვია, ხო 3 წელი.
და ის მოხდა კლინიკაში მოციმცემი არითმიის პაროქსიზმით. ой, წარმოუდგენელია ეს. და აღარ ვლაპარაკობ ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, თქვა გულისცემის აჩქარებაზე, ექსტრასისტოლურ არითმიაზე, იგივე მოციმცემი არითმიაზე, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც პაციენტების. გასაგებია, დიდი მადლობა. გადავიდეთ სერიოზულ საკითხებზე, მიოკარდიუმის ინფარქტი. დიახ. როგორიც არის, საკმაოდ ჩვენს პოპულაციაში ძალიან გავრცელებულია, როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია გაახალგაზრდავდა კიდეც, ან ჩამოიწია ქვემოთ ასაკმა, რომლის დროსაც შეიძლება შეგვხვდეს ეს დაავადება. ასევე არითმია გულის რითმის დარღვევა, ან გული არცემს რითმულად და ესე ძალიან საშიშია სხვადასხვა გამოვლენებებში, ხო? მინდა გკითხოთ, როგორ აღმოვაჩინოთ, ასე ვთქვათ, რას მივაქციოთ ყურადღება, რომ ეჭვი ავიღოთ, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ამ დაავადების ან რისკი, ან უკვე დაავადება. გარდა იმ ტკივილისა, რომელიც უკვე ვახსენეთ წინა საუბარში, ვთქვათ. იცით, მოდით მარტივად ვთქვათ, რაც შეეხება თვითონ იშემიურ დაავადებას და მიოკარდიუმის ინფარქტს. ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ ფაქტორები. რაც უფრო მეტია მათი რაოდენობა, მით უფრო მაღალია პოტენციური შანსი იმისა, რომ პაციენტს ჰქონდეს მოცემული დაავადება. სუბკლინიკურ, ანუ ფარულ, ან უკვე კლინიკურად გამოვლენილ დონეზე. რაც შეეხება არითმიას. არითმიის შემთხვევაში უფრო ხშირად პაციენტებს ჩივილები როგორც წესი გააჩნიათ ხოლმე. რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის უკვე შორს წასული შემთხვევა, როცა პაციენტი ადაპტირებულია და აბსოლუტურად არანაირი შეგრძნებები მას არ გააჩნია. რა შეიძლება იყოს? გულის ფრიალი, უპირველეს ყოვლისა, ამოვარდნის შეგრძნება, შეიძლება იყოს ჰაერის უკმარისობა და მეცაც გეტყვით. შეიძლება იყოს გონების კარგვა, როგორც ესეთი, სინკოპე, ხო? დაკარგა გონება პაციენტმა. და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიექცეს. და მაინც ვიტყვი ერთს კიდევ ძალიან საინტერესოს ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ხო? თავის ტვინში გაწოდებულ მინი ინსულტებსაც ეძახის ჩვენი მოსახლეობა. ხშირად არის პაციენტებში ჩვენ ვეძახით კრიპტოგენული, ანუ ფარული, არადიაგნოსტირებული მოციმცემი არითმიების დროს. შესაბამისად, თუ პაციენტს ჰქონდა მსგავსი ეპიზოდი, პირველ ყოვლისა უნდა იქნას გამოკვლეული, ხომ არ არის იქ ამ მოციმცემი არითმიის პაროქსიზმი. გასაგებია. აქვე გკითხავთ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს მანეს მივაკითხოთ ეს ინფორმაცია, თუ ჩვენი ახლობელი ცუდად გახდა გულის პრობლემის გამო. სანამ სასწრაფო მოვა და სასწრაფოს გამოვიძახებთ, ჩვენ თუ შეგვიძლია რამით დავეხმაროთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევამსუბუქოთ მდგომარეობა, რაღაცით დავეხმაროთ, სანამ სასწრაფო და სპეციალისტი მოვა ჩვენს ახლობელთან. აქაც ალბათ გააჩნია თვითონ დაავადებას და გააჩნია სიტუაციას, ხო, როგორ სიტუაციაშია ჩავარდნილი. თუ ეს არის უბრალოდ გულის წასვლა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ კოლაფსი, ძალიან ხშირად გვინახია დამეთანხმებით, რომ პაციენტს პირს უხსნიან, წყალს ასხავენ, ენას უჭერენ და რაღაც ასწაულები. ძალიან მარტივი აღნიშნულის მართვა, ჰორიზონტალური მდებარეობა და ფეხები აუწიოთ პაციენტს შედარებით თავთან მაღლა, ხომ? როგორც კი აღდგება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა, უკვე პაციენტიც რეალურად მოვა გონზე. თუ ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, გახანგრძლივებული 20 წუთზე უფრო მეტი. რა თქმა უნდა, სასწრაფოს მოსვლამდეც, რაც ადრე მიეცემა პაციენტს ასპირინი, მიეცემა ნიტროგლიცერინი, ჩვენთვის მით უფრო უკეთესი და პაციენტისათვის ნიტროგლიცერინი და ასპირინი აუცილებლად. თუ ეს არის პაროქსიზმული ტახიკარდია, ხო, რას გულისხმობ ამაში, იმდენად ძლიერი და იმდენად სწრაფი გულისცემა, რომ პაციენტი ვერც ასწრებს, ასე ვთქვათ, პულსის დათვლას. ამ შემთხვევაში მერჩევას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, თვალებს, ორბიტებზე ხელის დაჭერი და კაროტიდული არტერიების მასაჟიც, მაგრამ არაჩვეულებრივი გახლავთ ცივი წყლის შესხმა სახეზე. და სუნთქვის შეკავება მაქსიმალურად. ღრმად ჩასუნთქვა. ღრმად ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ყინულივით ცივი წყალი სახეზე. ძალიან ეფექტურია ხოლმე. შესაბამისად, ერთი რეცეპტი, როგორც ესეთი ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ვმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე. ზოგადად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გაითვალისწინებენ, დარწმუნებული ვარ და ჩვენც გავითვალისწინებთ. აქვე მინდა გკითხოთ, მაგალითად ესეთი შეკითხვა. რა განსხვავება არის გულის შეტევას და გულის უკმარისობას შორის? დიახ. გულის შეტევა ეს არის რეალურად heart attack, როგორც ვეძახით, ხო? რეალურად მწვავე კორონარული სინდრომი, ესე ვთქვათ.
რომელიც თავის-თავში მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტს და მოიცავს არასტაბილურ სტენოკარდიას, ხომ? რეალურად ეს არის გულის იშემიური დაავადების გამოხატულება, რომელიც ხშირად არის ტკივილით ან მასთან, თუ თქვა, ექვივალენტი დისკომფორტით მკერდის არეში. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გულის უკმარისობას, ეს უკვე გულის ფუნქციურ დარღვევასთან გვაქვს საქმე. რეალურად გულს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია, ხომ? ეს არის შეკუმშვა, რაც სისტოლას ვეძახით და მოზანება დიასტოლა. ნებისმიერი დაირღვევა სისტოლა თუ დაირღვევა დიასტოლა, ან ორივე ერთად. ეს უკვე გულის უკმარისობა გახლავთ. თავისი კლინიკური გამოვლინებებით. აქ უკვე მოდის ნახეთ წინა პლანზე ადვილად დაღლილობა. ქოშინი, ფეხების შეშუპება, მაღალ სასთუმალზე ძილი, ზოგადი და ქრონიკული დაღლილობა პაციენტის, ხველა შეიძლება იყოს შესაბამისად, ვიცით რომ უკვე გულის უკმარისობაზეა საუბარი. ორსულობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ აქვე. ორსულობის დროს რა განსაკუთრებული ყურადღება აჭირდება გულს? უნდა მივაქციოთ რამეს ისეთ ყურადღებას, რამე რჩევებს ხომ არ მოგწევთ? ეს ცალკე დიდი გამოწვევაა დღევანდელ კარდიოლოგიაში და ორსულობის დროსაც ყველაზე საშინელი გართულება, მოდი ესე ვთქვათ, გახლავთ ეკლამპსია, ხომ? პრეეკლამპსია, ეკლამპსია. შესაბამისად, კარდიოლოგისა და გინეკოლოგის ტანდემი უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული. ამდენად პირველ ყოვლისა ეს არის არტერიული წნევის მკაცრი მონიტორინგი. დიახ. მეორე ეს გახლავთ ასპირინი, დაბალი დოზის ასპირინი, რომელიც ერთვება მე-12 კვირის შემდგომ და ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია, შეიძლება ორსულობის მე-12-დან 28 კვირამდე შუალედში ნებისმიერ დროს ჩაერთოს, თუმცა რაც ადრე მით უკეთესი და ეს გახლავთ ალბუმინის განსაზღვრა შარტში, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამორჩენილი პაციენტის მხრიდან, რა თქმა უნდა საუბარი არის დიეტაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ასე შემდეგ. ამას გარდა რა თქმა უნდა, თუ მას აქვს და იცის, რომ გულის დაავადება აქვს, თუნდაც გულის მანკი. ამისი იგნორირება არის შეუძლებელი. ან ანამნეზში მას ჰქონდა, თქვათ, იგივე პაროქსიზმული ტახიკარდია და არ უმკურნალია, ხომ? აუცილებლად უნდა მოხდეს კარდიოლოგთან რეფერალი, რაც შეიძლება ადრე. რომ სწორი მიმართულება და სწორი ტაქტიკა იყოს არჩეული შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. გასაკეპედა, თუ მაგალითად არანაირი სიმპტომი არ აქვს ადამიანს, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ გულზე ზრუნვა? არის რამე კონკრეტული ასაკი, რომ აი ამ ასაკის შემდეგ აუცილებლად წელიწადში ერთხელ გადაიღეთ კარდიოგრამა, ვთქვათ ესეთი რაღაც. თუ ყველა ადამიანმა ბავშვობიდან დაწყებული ყველა წელს უნდა გადავიღოთ, აი ეს რომ მითხრა. რაც შეეხება კარდიოგრამას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ზრუნვა უნდა დაიწყოს ჩვილობის ასაკიდან. ანუ ეს ხო, უნდა მეთანხმებით. მე მიკითხე სკრინინგული კვლევების. რატომ გითხარით? იგივე ქოლესტერინის ჩალაგება, ხო, ლაქები. აორტა იქნება თუ დიდი სიზარღვები იქნება. უკვე ხო ახალშობილობიდანვე ჩნდება და შემდგომში პროგრესირებს. ის აზრი რომ ჯერ პატარაა და თქვათ, ნუ დაიცავს ცხოვრების წესს, თქვათ, ვაჭამოთ რაც შეიძლება მეტი ქოლესტერინის მდიდარი პროდუქტი, აბსოლუტურად მცდარია, იმიტომ რომ ასაკში ის ყველაფერი ილექება და თავს იჩენს. და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, გამოვლინებას, იდეალურია უკვე საშუალო ასაკიდან 30-35 წლის ზევით. გასაგებია. და ეს ექსტრასისტოლია გამოვარდებს, ასეც ეწახიან ჩვენი მოსახლეობა და არითმიები რამდენად საშიში არის ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ცხოვრების ხარისხისთვის. რაც შეეხება ექსტრასისტოლიებით, დავიწყოთ მე და თქვენ. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს 5000 ექსტრასისტოლაც ან მეტიც, მაგრამ არ იყოს რაიმე რისკის მატარებელი. მაგრამ შეიძლება 24 საათში გქონდეს სულ რაღაც 3 ექსტრასისტოლა და აბსოლუტურად გადაატრიალოს რეალობა, ხომ? ნუ ასეთი ზუსტი პასუხი არ არის ამასთან დაკავშირებით. გასაგებია. ამდენად უბრალოდ უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ნებისმიერი ტიპის არითმია იყოს იგნორირებული და ჩათვლილი ნორმალურად. მანამ სანამ არ შეფასდება იგივე 24 საათიანი ჰოლტერის მეთოდით, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ჰოლტერის მეთოდით, მონიტორინგი, როდესაც 24 საათის განმავლობაში გულის მუშაობის კონტროლი ხდება. შესაძლებელია სადღაც 48 საათის გაგრძელდეს 72-იც, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში 24 საათი მაინც. გასაგებია. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე გკითხავთ, რას ურჩევდით ჩვენს მსმენელს, როგორ უნდა შევცვალოთ ცხოვრების წესი, ან როგორი ცხოვრების წესი უნდა გქონდეს, რომ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა და შემდგომი გართულებები ავირიდოთ თავიდან. დიახ.
რაც შეეხება ამისი ზუსტი რეცეპტით, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად შეიზღუდოს მარილი საკვებში. აუცილებლად 2.5 გრამი დღეღამეში საკმარისია იმისათვის, რომ თქვათ ადამიანმა მიიღოს საჭირო რაოდენობა. იმის ზევით უკვე არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. ეს გახლავთ ცხოველური ცხიმების მაქსიმალური ასე თქვათ შეკავება. ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვკრძალავთ იგივე ხორცის მოხმარებას, არა. ზომიერების ფარგლებში და ნაკლებ ცხიმიანს გულისხმობთ. ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა. იდეალურია და მოწოდებულია. კვირაში 5 დღე მაინც 40-50 წუთი ფეხით სიარული, ან სეირნობა, ან ველოსიპედი, ან ცურვა. ხომ, რაც არის. ეს გახლავთ იგივე გლიკემიის კონტროლის, ანუ შაქრის ციფრების კონტროლი. ძალიან სკულპტუროზურად. თირკმლის შემთხვევაში თირკმლის შესაბამისი დიეტის დაცვა და შესაბამისი მედიკამენტები, რომ არ პროგრესირდეს. ესენი მწებელობა არ გამოგჩეს, თამბაქოს წევა. ალკოჰოლს რაც შეეხება, ჭარბად მოხმარებას გულისხმობთ, თორე ზომიერად მესმის ხო ყველაფერი დასწრებია. აბსოლუტურად ჭარბად მოხმარება და qoveldღიური მოხმარება ნამდვილად უდიდესი რისკ ფაქტორი არა მარტო გულისთვის, არამედ დამეთანხმებით ღვიძლის დაავადებები იქნება, ეს პანკრეასი თუ ცენტრალური ნერვული სისტემა. ქალბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. მე პირადად ამომწურავი პასუხი მივიღე ყველა საკითხზე. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, მიმართოთ ჩვენს ახალგაზრდებს. მათ ძალიან ბევრი ენერგია აქვთ. შესაბამისად, შეიძლება არც აკვირდებოდნენ და არც უფრთხილებოდნენ, არც აკვირდებოდნენ სიმპტომებს და არც უფრთხილებოდნენ დიდად თავის ჯანმრთელობას. რას ურჩევთ? და ასევე ჩვენს მსმენელთან თუ გაქვთ რამე სათქმელი, რომ გითხრათ. მადლობა. უპირველეს ყოვლისა, მიმართავდი ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ შევამციროთ ის რისკის ჯგუფები და ის რისკის ფაქტორები, რომლის თავიდან არიდებად შეიძლება, რომელიც ჩვენ უკვე არაერთგზის ჩამოვთვალეთ. მეორე ძალიან ძნელია სტრესის შემცირება 21 საუკუნეში, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ სტრესის მართვა. თუ ადამიანს ეს არ შეუძლია, ეს ირცხვილი არ არის, რომ არ შეუძლია. ამიტომ არსებობენ სხვა სპეციალობის ექიმები, იგივე ნევროლოგები, ფსიქონევროლოგები, ფსიქოლოგები, რომლებიც აღნიშნულში დაგვეხმარებიან. წეველობა იქცა საქართველოს უდიდეს გამოწვევად, შეიძლება ითქვას და იგივე წეღან ჩვენს მიერ აღნიშნული ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარება. აღარაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, არაადეკვატური რაოდენობით და არასწორ მოხმარებას, იგივე მარიხუანა. ხომ? კი ბატონო. ამისი, რომელიცაც ჩვენი მოსახლეობა კანაფი, დიახ, ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარს, ახალგაზრდები განსაკუთრებით და ნამდვილად არ არის უსაფრთხო. აი ამას ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ესეთი კითხვა გამიჩნდა ახლა რაღაც ჩვენს პოპულაციაში რატომღაც სამწუხაროდ თვით მკურნალობას მიმართავს ძალიან ბევრი ადამიანი და უკონტროლო მიღება ხდება ამა თუ იმ პრეპარატების. კარდიოლოგიაში თუ გვხვდებათ ესეთი რაღაც ესეთი შემთხვევები ხშირი, რამე პრეპარატთან დაკავშირებით და რამე რჩევა თუ გექნებათ ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად ბრძანეთ თქვენ. ძალიან ბევრი პაციენტი მოდის ჩვენთან, მაგალითად კოენზიმ Q10. მაგალითად ომეგა-3. ძალიან ხშირად არის თუთია, იგივე ვთქვათ კობალტი, ქრომი და ასე შემდეგ, სხვადასხვა მულტივიტამინები, ასპირინი, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, პასუხი არის ერთი. უკონტროლო მიღება და არაადეკვატური მიღება, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუშვებელი. ასპირინთან დაკავშირებით მინდა რომ პატარა კომენტარი გავაკეთო, იმიტომ რომ ხშირად ისმება ეს შეკითხვა. უნდა მიიღოს თუ არა ასპირინი ყველა ადამიანმა, ჯანმრთელმა ადამიანმა 60 წლის ზევით. არა. პასუხი არის ძალიან მარტივი. არა. პირველადი პრევენციისათვის რაც გულისხმობთ, პაციენტს გართულება არ ქონია ჯერ და ჩვენ ვიცავთ გართულებებისაგან. ჩვენ ვიცავთ რისკ ფაქტორების შემცირებით და არა ასპირინით. და 60 წელს ზევით საერთოდ დაუშვებელია. 40-დან 59 წლამდე ექიმი აფასებს რისკს.
თუ პაციენტი მიეკუთვნება მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ჯგუფს და მაინც ვიტყვი, რომ დღეს უკვე საქართველოში უკვე ცოტათ ისეთი მარტო ქართველები აღარ ვართ, თუ არის პაკისტანელი, ინდოელი, აფროკარიბიელი, იგივე აფროაფრიკელი, ჩინელი, იქ კიდევ უფრო გაორმაგებულია რისკი 1.7 და ასე შემდეგ მრავლდება. შესაბამისად, იქ სხვა მიმართულება და სხვა მიდგომაა, მაგრამ 60 წელზევით არა. რატომ? რადგან სისხლდენის რისკი და პოტენციური მავნებლობა ასპირინით მიყენებული ბევრ კვლევაში დადგინდა და დარწმუნებული იყავით ამაში, რომ აღემატება იმ პოტენციურ სარგებელს. არ ვლაპარაკობ მეორად პრევენციაზე. პაციენტი, ვინც არის სტენტირებული, პაციენტი, ვინც ასად ჩაუტა და შუნტირება, პაციენტი, ვისაც განუვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, იქ უპირობოდ ინიშნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან კარგი. არ დალიოთ ასპირინი ეთიმის დანიშნულების მიხედვით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მეილს თუ ექნება რაიმე შეკითხვები, თქვენს კითხვებს ველოდებით კომენტარებში. ახლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა.